მე იმ ბიჭის მაგევრადაც დაუკრავ თავისი გიტარა რომ ენატრება ციხიდან. Mother son, show us how to reach the heavens high. მუსიკალური საღამოების ეს სერია პრინციპში ზუსტად იმ იდეის გაგრძელება, რისთვისაც ეს სივრცე ზოგადად შეიქმნა, როგორც ზედაე არის, ანუ ტექნების მაღაზია და კაფე, ისე ქვედა სივრცე კარიერში, რომელიც ჩანაფიქრში იყო ისეთი ჯადოსნური პატარა მუსიკალური საღამოების შეხვედრებისა და კინოჩვენებების სივრცე. და აი ამ ჩვენთვის ყველასთვის ძალიან რთულ ვითარებაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა, რამდენად გვჭირდება ეს შეკრება, აზრის გაზიარება, თანადგომა, რაღაცების დაგეგმვა და რაღაცნაირი ესეთი აქტივობა. ასეთ პერიოდებში ხელოვნების ხალხი ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რგოლია ხოლმე და უნდა ითქვას პირდაპირ, რომ ფინანსური სახსრები ხრება ფაქტობრივად მათთვის და ამიტომ გადავწყვეტ, რომ რაღაცნაირად სიმბოლურად იმ მუსიკოსებისთვის, რომლებსაც ეს ჭირდებათ, შეგვექმნა მიგვეცა სივრცე, სადაც შეუძლიათ ჯერ ერთი თვით გამოხატვა და რაღაცნაირი სიმბოლური დახმარება გავუწიოთ მათ ამ მხრივ. თავიდან რომ დავიწყეთ, სულ რამდენიმე საღამოს გამართვა მოვასწარით და შემდეგ წამოგვეწია ეს პროტესტის ტალღა. და ჩვენც გავჩერდით, იმიტომ რომ რაღაცა ვერ მოვძებნეთ, ალბათ უფრო ძალები ჩვენ თავში, რომ გაგვეგრძელებინა ჩვეულებრივ მუშაობა. და მე აი ამ რაღაც თვენახევრიანმა პაუზამ ასევე დაგვანახა, რომ ამ განსაკუთრებით ამ მუსიკალურ თემში გაჩნდა პირიქით იმის საჭიროება, რომ სადღაც მაინც შევძლოთ და ვაკეთოთ ის, რისთვისაც ცხოვრობთ, მე მგონი. მუსიკოსებისთვის ყველგან ამას ვამბობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო, ხო, და ეს არის მათი პროფესია, ეს არის მათი საქმე. ანუ თუ სხვები ამ თქვათ მუსიკას აღიქვავენ რაღაცა გასართობ, სარელაქსაციო, ან რაღაცა საზეიმო განწყობის შესაქმნელ რაღაცა ატრიბუტად, მუსიკოსებისთვის ეს არის საქმე. ამიტომ მუსიკოსებისთვისაც როგორც მხარდაჭერა ესე წარმოგვიდგენია ამ ციკლის იდეა, იმიტომ რომ აქ ერთდროულად თან ვისმენთ და უკრავენ მუსიკოსები მუსიკას, მაგრამ თან ასევე ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ხდება ჩვენს გარშემო და ეს ლაპარაკებიც ძალიან გვჭირდებათ. ამიტომ ორივე ერთად არის ეს ჩემთვის. ერთი მხრივ ეს არის მხარდაჭერა მუსიკოსებისთვის და მეორე მხრივ ეს არის რაღაცა ახალი გაზიარების სივრცე. შაბათობით გაიმართება ხოლმე და სტუმრად გვეყოლებიან მუსიკოსები, ვისაც ჭირდებათ ერთი სიტყვით თავიანთი საქმის კეთება და ზუსტად აი ამ კონტექსტში საქმის კეთება, აი ამ წინააღმდეგობის და აი ამ ძალიან მძაფრი პროტესტის პარალელურად. და შეიძლება ამ პროტესტის, არ ვიცი, ამ შინაარსის შემცველი მუსიკის კეთება.